მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 5-ზე, მე ვარ ლამწიკლაური ვარ, გამოშვებაში თქვენ ნახავთ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი ძალაშია, შეფასებები ქრონიკაში 5-ზე. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით. ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვებაზე, PSG-სა და ინტერის დაპირისპირებაში მის განსაკუთრებულ როლზე საერთაშორისო გამოცემები წერენ. არაერთი სტატია დაიბეჭდა ქართველი ვარსკვლავის შესახებ. აღნიშნავენ კვარაცხელიას წარმატებულ სეზონს და წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ორი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატი და თასები მოიგო. რა მაგარი სეზონი აქვს ხვიჩა კვარაცხელიას. შთამბეჭდავი კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენის დაცვის ხაზში პირველია. ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ფეხბურთელი, ვისაც ხვიჩა კვარაცხელიაზე უკეთესი სეზონი ჰქონია. ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი სეზონი ჰქონდა. სერია-ას ჩემპიონი, ლიგა 1-ის ჩემპიონი, საფრანგეთის თასის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და კიდევ UEFA სუპერთასის მოგებაც შეუძლია ტოტენჰემის წინააღმდეგ. ხვიჩა კვარაცხელია გახდა ისტორიაში მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ორი ქვეყნის ჩემპიონატი და ტრებლი ერთ სეზონში მოიგო. კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიას ოცნება აუხდა. ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებას ულოცავს. ბიძინა ივანიშვილი ამ გამარჯვებას ასევე ულოცავს საქართველოს და კვარაცხელიას უსურვებს, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო. კვარაცხელიას გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დედაქალაქის მერი. ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, ულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამდიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით გუნდთან ერთად მოიპოვა. ულოცავ მთელს საქართველოს, ვინაიდან თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია. ჯერა რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო. ვულოცავ ხვიჩას და ვულოცავ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას. გილოცავთ კვარა ჩემპიონია. გილოცავ კვარა, გილოცავ საქართველო, ეს მხოლოდ დასაწყისია. ხვიჩა ბრძოლის, ჟინის, გამარჯვების და სიამაყის სიმბოლოა. კვარა ქუგალე. ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას, წერს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. სხვა თემებით განვაგრძობთ გამოშვებას. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი ძალაშია. კანონის მნიშვნელობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში, ამბობენ, რომ ის ხილს შეუწყობს ფინანსების გამჭვირვალობასა და საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას. აცხადებენ, რომ საზოგადოებას სრული უფლება აქვს იცოდეს, რისკენ მიემართება უცხოური დაფინანსება საქართველოში. როგორც სახელმწიფომ, ასევე პირველ რიგში ჩვენმა ამორჩეულებმა და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რას ხმარდება უცხოეთიდან შემოსული თანხები, ის მართლა ქველმოქმედებას ხმარდება, თუ ქველმოქმედებას ხმარდება რა მიმართულებით, თუ პოლიტიკურ საქმიანობაში ხდება ამ თანხების დაბადება, რაში გამოიყენება ეს ყველაფერი და ეს არის მთავარი პრინციპი დემოკრატიისა. ვინც არ დაემორჩილება კანონს, ამოქმედება ის რეგულაციები, რაც არის საკანონმდებლო სივრცით გათვალისწინებული, რაც არის ამერიკულ ამ კანონის ანალოგში აღნიშნული ქართულთან მისადაგებული და ბუნებრივია, რომ ეს ხელს შეუწყობს სუვერენიტეტის გაძლიერებას ჩვენ სახელმწიფოში. ყველა არის ვალდებული, ვისაც კი ეხება ფარას, ეგრეთ წოდებული ფარას საკანონმდებლო სივრცე, იყოს ამ კანონთან მისადაგებული და წარადგინოს ის შესაბამისი დოკუმენტაცია საკუთარ დაფინანსებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ იმისთვისაც არის კანონმდებლობაში სანქციები გათვალისწინებული, რომ ნებისმიერ ამ კუთხით დაუმორჩილებელ პირთან მოხდეს ამ სანქციების ამოქმედება. ამერიკული ფარას ზუსტი ასლის აღსრულებაზე პასუხისმგებელია ანტიკორუფციული ბიურო. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონის სხვადასხვა სახის
სანქციებს ითვალისწინებს. მედიას შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოუშვას რეგისტრაცია თუ რამოდენიმე კუმულაციური პირობა იქნება სახეზე. ეს არის თუ ვთქვათ 20%-ზე მეტი დაფინანსება მოდის უცხოური პრინციპალისგან, ასევე როდესაც სახეზე გვაქვს ჩვენ უცხოური პრინციპალის მხრიდან დაკვეთილი პოლიტიკური აქტივობა. სხვა შემთხვევაში მედიას რა თქმა უნდა არ წარმოუშვება არანაირი რეგისტრაციის ვალდებულება. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასწორი არის ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც თითქოს და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას უწევს რეგისტრაცია. ეს ასე არ არის. მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გარკვეულწილად პოლიტიკური აქტივობებით არიან დაკავებულები, მხოლოდ მათ შეიძლება შეეხოს რეგისტრაცია. არსებობს ორი სახის სანქციები, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს როგორც სისხლისამართლებრივი და იქ კარგად არის გაწერილი კანონში, არის ასევე სამოქალაქო სამართლებრივი მიმართულებით პროცესები. შესაძლოა ეს იყოს რეგისტრაციის დავალდებულება სასამართლოს მეშვეობით, შეიძლება სასამართლომ გამოიყენოს სხვა მექანიზმები, როგორც არის საქმიანობის აკრძალვა და ასე შემდგომ. ეს უკვე სასამართლოს განსახილველი იქნება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით საქართველოს იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები. სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით სამოგზაურო რჩევები გამოაქვეყნა, ასევე საერთაშორისო ვიზების გზამკვლევმა ორგანიზაციამ გამოქვეყნებულ რუკაზე საქართველოს მწვანედ არის მონიშნული. რუკის მიხედვით საქართველოს ისეთ ევროპულ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია. ჩვენი ქვეყანა ამ ხელისუფლების კონკრეტული პოლიტიკისგან გამომდინარე, მშვიდობის პოლიტიკიდან გამომდინარე, გახლავთ ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში და ის წინ უსწრებს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასაც კი. რაოდენ გასაკვირია, როდესაც აი ამ ვითარებაში, როდესაც შეერთებული შტატები პირდაპირ აღიარებს საქართველოში ჩამოსვლის უსაფრთხოებას, ცალკეული ევროპული ქვეყნებიდან ხდება სრულიად კონტექსტიდან ამოვარნილი განცხადებების გაკეთება. მე საფრანგეთის და პოლონეთის საელჩოებს გულისხმობ და იქნება შეგნებულად იმის ტირაჟირების მცდელობა, რომ ტურისტებისთვის თითქოს საქართველოს არ არის უსაფრთხო, არადა სინამდვილეში არის აბსოლუტურად საპირისპირო მდგომარეობა, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტატისტიკურ მონაცემებში კიდევ ერთხელ მკაფიო დაისახა. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში ვუსურვებ მშვიდობას. ეს ის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც არ არსებობს განვითარება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე სოციალურ ქსელში წერს. ბავშვებს დღევანდელ დღეს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. პირველ რიგში ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში ვუსურვებ მშვიდობას. ეს ის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც არ არსებობს განვითარება. ბავშვების კეთილდღეობა, მათთვის კარგი განათლებისა და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ყოველდღიური საზრუნავია. ჩვენი მიზანია ყველა ბავშვს მთელ საქართველოში ჰქონდეს თანაბარი განვითარების შესაძლებლობა და უსაფრთხო გარემო. ყველა ბავშვს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ლაღ და უზრუნველ ბავშვობას. ყველა ბავშვს ულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ახალი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალია. სწორედ ამიტომ მათთვის მშვიდი, უსაფრთხო და ლაღი გარემოს შექმნა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა. ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ქართული ოჯახების გასაძლიერებლად, რადგან ქართული ტრადიციებითა და ღირებულებებით სწორედ მათ უნდა აღუზარდონ საქართველოს მომავალი თაობები, რომლებიც ქვეყნის უნიკალურ მემკვიდრეობას ამაყად გადაიბარებენ და ერთიანი საქართველოს იდეას ხორცს შეასხამენ. ჩვენი ვალია შვილებს შეუქმნათ გარემო, სადაც თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას, მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებას შეძლებენ. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სკოლის მოსწავლეებსა და ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. მინისტრმა 179 საჯარო სკოლაში გამართულ სახალისო შემეცნებით აქტივობებში მიიღო მონაწილეობა და მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. სურს მიულოცო ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ჩვენი მთავარი საზრუნავია უზრუნველყოთ ყველა სასწავლო დაწესებულებაში, მათ შორის სკოლებში ხარისხიანი განათლების მიწოდება, უსაფრთხო გარემო და ჯანსაღი სასწავლო პირობების შექმნა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ზუსტად ეს სკოლა 179 საჯარო სკოლა აქვს. ხვიჩა კვარაცხელიას დამთავრებული. მიულოცავ ასევე მას უდიდეს გამარჯვებას. მიულოცეთ ბავშვებს დღევანდელი დღე მშობლებს უსურვეთ წარმატება, სკოლა ნამდვილად წარმატებულია, მადლობა გადაუხადეთ პედკოლექტივს და რაც ყველაზე მთავარია, ეს სკოლა ხვიჩა კვარაცხელიას სკოლაა.
ამ სკოლაში მოსვლითაც კიდევ ერთხელ ულოცავთ ხვიშას გამარჯვებას, წარმატებას. ძალიან ლამაზი დღე გქონდა თბილისის 179 საჯარო სკოლაში. სხვადასხვა აქტივობები იყო გამართული ბავშვების ჩართულობით და ძალიან მხიარული დღე გამოუვიდათ, ვფიქრობთ და ეს დღე მათ მეხსიერებაში ვფიქრობ იქნება ძალიან დასამახსოვრებელი. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ საარჯველაძე მოადგილე ირინა წაქაძესთან ერთად სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ბავშვებს გლდანის პარკმა უმასპინძლა და მათთვის ადგილზე სხვადასხვა გასართობი აქტივობები მოეწყო. მინდა ყველა ბავშვს მიულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და ვუსურვო მათ ისეთ ჯანსაღგარემოში ცხოვრება, სადაც მაქსიმალურად დაცული იქნება მათი საუკეთესო ინტერესები და ყველაფერი გაკეთდება მათი განვითარების ხელშეწყობისთვის. ლამაზი ღონისძიებები ტარდება და ტარდება სამინისტროსთან ერთად. ყველა ჩამულია, რომ ეს რაც შეიძლება ბოლომდე ლამაზად და კარგად რაც თავარია ბავშვები რო იყვნენ კმაყოფილები. ვარ მიმღები მშობელი 2008 წლიდან, მყავს 3 ბავშვი, მიმღებ მშობლად. ძალიან დიდი მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს, რომ ეს დღე გაგვილამაზეთ. ბავშვები არიან ძალიან ბედნიერები. თაწმინდის პარკში ბავშვებისათვის ღონისძიება მიმდინარეობს. პატარების განწყობაზე ზრუნავენ ანიმატორები და ზღაპრის გმირები. წელს პარკი ამ დღეს უფრო მასშტაბურად ხვდება, გაიზარდა როგორც აქტივობების, ისე ლოკაციების რაოდენობა. გილოცავთ ყველას ბავშვთა დაცვის დღეს. მოკლედ მოვედით ჩემს პატარებთან ერთად, 3 ბავშვთან ერთად და ბედნიერი ვართ, რომ ასეთ ლამაზი დღე მოგვიწყობთ თაწმინდის პარკმა. მიულოცავ ბავშვებს დღევანდელ დღეს. ბედნიერი და ფერადი ბავშვობა ქონოდათ. ძალიან მოგვეწონა. ლამაზი არის ყველაფერი, მაყოფილები ვართ ძალიან. ძალიან საინტერესო იყო აქაურობა. ძალიან ბევრი რითი გაჩვენეს და ძალიან ბევრი საჭმელი ნაყინი და კმაყოფილი ვართ. ძალიან ბევრი ვიწუწავეთ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის მასშტაბით საბავშვო გასართობი აქტივობები მიმდინარეობს. ცენტრალური ღონისძიება გაიმართება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში ტარდება აქტივობები, გასართობი შოუ პროგრამები. დღის ბოლოს შედგება დაჯილდოების ღონისძიება და ასევე გაიმართება კონცერტი. 1 ივნისს ვარ წარმოდგენილი ბავშვთა ყუთით, სადაც მოთავსებულია მოხატული ქოთნები, მხატვარ ვაჟა ბექაურის მიერ წარმოდგენილი მცენარეები, საბავშვო ნიჩბები და ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გადარგონ ეს მცენარეები, მათზე ზრუნვა გააგრძელონ შემდგომში სახლში. ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს და გელდებით დედაენის ბაღში ხელნაკეთი ნივთების გამოფენაზე. წარმოდგენილი მაქვს ჩემს მიერ დამზადებული ხელნაკეთი ჩანთები და სამკაულები. დედაენის ბაღში დილიდან ხალხმრავლობაა, ბავშვები მშობლებთან ერთად მოდიან და ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში. 8 საათზე იქნება პატარა ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტი, კომპოზიტორ ნატალია თოთიბაძის საბავშვო სიმღერების, ხოლო მანამდე იქნება დაჯილდოება, სადაც დავაჯილდოვებთ ახალგაზრდა მეწარმეებს და სხვადასხვა კონკურსის საშუალებით შერჩეულ ადამიანებს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ფედერაცია სპორტი ყველასათვის ორგანიზებით დღეს 3 სხვადასხვა ლოკაციაზე ფართო მასშტაბიანი სპორტული ღონისძიებები მოეწყო. თბილისში კიკვიძის პარკსა და აის არენაზე, ასევე სოფელ ნიქოზში ბავშვებისათვის სხვადასხვა სპორტულ გასართობი აქტივობები ჩატარდა. ადრეული ასაკიდან უნდა შევაყვაროთ ბავშვებს სპორტი. გვაქვს საშუალება დღეს ბავშვობა მოშინჯო ყველა სახეობა. ძირითადად სახაისო სახეობებია, დარწმუნებული ვარ, რომ პატარა ბავშვები რომელიღაცა სახეობას აუცილებლად აიჩევენ, მაგრამ რაც მთავარია ჯანმრთელობა. ჩვენი მომავალი თაობა უნდა იყოს ჯანმრთელი, უნდა უყვარდეს სპორტი და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მინდა ყველა ბავშვს საქართველოში მიულოცო დღევანდელი დღე. დაახლოებით 15-ზე მეტი ფედერაცია არის შეკრებილი აქ და სხვადასხვა აქტივობები აქვს. მთელ ქალაქს ვეპატიჟებით კიკვიძის ბაღში ეს კარგი ისეთი ღონისძიება გამოვიდა. ხულოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა გასართობი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლისა და სახელოვნო სკოლის მოსწავლეები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. მოეწყო როგორც კულტურული შემეცნებითი, ასევე გასართობი ღონისძიებები და ვისარგებლო შემთხვევით ყველა ბავშვს მიულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. უსულო ჯანმრთელობა, მშვიდობა, სტაბილურობა, ლაღი და უზრუნველი ბავშვობა.
ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი მწვანე საღამოები 2025 4 ივნის დაიწყება. ფესტივალის ფარგლებში ბოტანიკური ბაღის ღია სივრცეში სიმონე ძანგილისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი შედგება. ფესტივალის მიზანი ბუნებისა და მუსიკის სინთეზი და ტრადიციული ძველი საღამოების გაცოცხლებაა. ფესტივალი 7 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ბუნების 4 ივნის ფესტივალი გაიხსნება და შედგება ტოინო გუერას რომანის ქართული თარგმანის გამოცემის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში, შემდეგ იქნება ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი სიხარულის სოდა, 5 ივნის ბოტანიკურ ბაღში შედგება ნერგების დარგვის ცერემონიალი და დაერგვება კიდევ რამდენიმე ნარგავის შეემატება და დაიწყებული ხილის ხეივანს, კარგი განწყობა ბუნებაზე, ზრუნვა და ხელოვნება. მოგზანდით, გელოდებით. 1 ივნისი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. სიონის ტაძარში წირვა აღავლინა პატრიარქის მოსაყდრე მეუფეშიომ. წირვის დასრულების შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღეს ჩვენ მადლობთ უფალს და ვხარობთ, რომ მოგვიყვანა მის წმინდა ეკლესიაში, რომ ვეზიაროთ ამ რწმენას, ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც გამოთქვა და განაცხადა ეს ჭეშმარიტება და ვინც ჩვენამდე მოიტანა და ჩვენ გადმოგცა ის. რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის ინფრასტრუქტურა დაბომბა, დრონების სამიზნეში ასევე მოექცა დასახლებული რაიონი, დაზიანებულია 3 მრავალსართულიანი და 29 კერძო სახლი. ვრცელდება ცნობები სამი დაშავებული შესახებ ოლქის ადმინისტრაცია ადგილობრივებს უსაფრთხო ადგილზე გადასვლისაკენ მოუწოდებს. სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებისათვის უკრაინის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის მეთაურობით ჩავა. ამის შესახებ ვოლდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამ გვერდზე დაწერა. პირველი ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა. მეორე ტყვეების გათავისუფლება. მესამე გატაცებული ბავშვების დაბრუნება და საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმაღლეს დონეზე შეხვედრის მომზადება. ბრიტანეთი მზად უნდა იყოს ომისთვის, რათა მშვიდობა უზრუნველყოს, განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა BBC-სათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. სოფლიო სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. დაძაბულობა მატულობს. ჩვენ კი ომისთვის ვემზადებით, რათა მშვიდობა უზრუნველყოთ. თუ ჩვენ მტრის დასამარცხებლად საკმარისად ძლიერები ვიქნებით, ეს მას თავდასხმისგან თავის შეკავებას აიძულებს. ამავე პრინციპით ჩვენ ნებისმიერი ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ომი, რომელშიც ჩართვაც არ გვსურს. პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. თქვეს, რომ ეს არჩევნები პოლონეთისათვის უმნიშვნელოვანესია. ელექტორატი არჩევანს მმართველი პარტიის კანდიდატს, ვარშავის მერსა და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორს შორის აკეთებს. მეორე ტურის წინ ჩატარებული ერთ-ერთი უახლესი გამოკითხვის თანახმად ორივე კანდიდატს თითქმის თანაბარი შანსები აქვს. ეს პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩემი სურვილია პოლონეთმა და პოლონელმა ხალხმა ხვალ ნორმალურ და უსაფრთხო ქვეყანაში გაიღვიძონ. პოლონეთში, რომელიც გაიზრდება და უარს არ ეტყვის თავის ამბიციებსა და მისწრაფებებზე. სპორტის სიახლეებით განვაგრძობთ გამოშვებას. სტუთფესტი 2025 გრძელდება. ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში ამჯერად ხელბურთისა და ჯომარდობის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. ზოგადად ასეთი ტურნირები საშუალებას აძლევს სტუდენტებს გამოავლინონ თავისი სპორტული ნიჭები და შესაძლებლობები. ჩვენ პირველად ვიმყოფებით, აკადემია პირველად ვიმყოფება სტუდფესტივალზე. მოტივირებულები ვართ და ვეცდებით მაქსიმუმს და ჩემპიონობას თქმა უნდა. წელს ჯომარდობის ფესტივალზე პირველად მივიღე მონაწილეობა, მაგრამ იმდენად კარგი გარემოა, იმდენად კარგი სიტუაცია და იმდენად უსაფრთხო გარემოა, რომ რა თქმა უნდა შემდეგ წელსაც მივიღებ მონაწილეობას. სტუდფესტი ძალიან ახლოვებს სტუდენტებს ერთმანეთთან და ნერგავს სიყვარულს ერთმანეთში და მეგობრობას.
ბეისბოლში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდება. შეჯიბრებაში 4 გუნდი მონაწილეობდა და მისი ჩატარების მთავარი მიზანი სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია გახდათ. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის გამორჩეული გუნდების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობაც არის დაგეგმილი. მუშაობთ უკვე პატარებზე, ასე ვთქვათ, შევყავს მწვრთნელები სკოლებში და აქტიურად ვემზადებით, რომ მომავალ წელს უფრო აქტიური ჩართულობა იყოს ამ სახეობაში. ამ ბავშვებით გვინდა ჩვენ რომ ნაკრები გავაკეთოთ სერიოზული, კარგი, რომელიც წარმატებას მიაღწევს საერთაშორისო ტურნირებზე. ამ სპორტით დაინტერესდი პატარაობიდანვე, მაგრამ დაიხურა, იქ აღარ ტარდებოდა ეს სპორტი. შესაბამისად 2 თვის წინ შევედი ისევ ამ სპორტზე, რადგან გაიხსნა ეს სპორტი სკოლაში. ძალიან სასიამოვნოა ეს სპორტი ჩემთვის და ასევე ბევრისთვის. და მინდა რომ გამოვიდე ბევრ ჩემპიონატებზე, ესე რომ ვთქვათ. ასეთი იყო ახალი ამბები 5-ზე. დღის ყველა სიახლე შეგიძლიათ გაიცნოთ იმედი news.rt-ზე. ზუსტად 8 საათზე დაიწყება ტრადიციულად საინტერესო იმედის კვირა. ნახვამდის.